დივერსიფიკაციას. ეს აბსოლუტურად არის კრიტიკული საკითხი და ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა გავხდეთ არც ერთ ბაზარზე დამოკიდებული. აუცილებელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ბაზრის დივერსიფიკაცია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ აქტიური სამუშაოები ჩავატარეთ ჩინეთთან მიმართებაში და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ გამოკვეთილი არის უკვე ეს და ბოლო 2 წლის განმავლობაში ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ევროკავშირი არის ძირითადი ბაზარი. უნდა გახდეს ჩვენთვის ძირითადი ბაზარი. ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე პირველ წელს გაიზარდა 65%-ით, ზრდა იყო მეორე წელსაც. წელს პირველ კვარტალში უკვე 21%-იანი ზრდა გვაქვს. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის კუთხის 112%-იანი ზრდა გვაქვს ევროკავშირის ბაზარზე ამ პირველ კვარტალში, ასე რომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს აქტიურად დივერსიფიკაციაზე და ბაზრების დივერსიფიკაციაზე. ასევე ჩინეთის მიმართულებით გვაქვს ჩვენ ზრდა, ასე რომ რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ბატონი ბეჟაშვილი, ენერგოტარიფების თემა, ამ თემაზე ჩვენ